2025-26 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულდა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება. თუმცა ამ სეზონმა უკვე გამოკვეთა ის მოთამაშეები, რომლებიც პოტენციურად ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ. დღევანდელ სიუჟეტში 5 საუკეთესო ფეხბურთელზე მოგიყვებით, რომლებიც გასული სეზონის მიხედვით გაგვახსენდებიან. მეხუთე ადგილი ერლინგ ჰალანდი. ამ სეზონში მანჩესტერ სიტი თითქოს ორი განსხვავებული ვერსიით თამაშობდა. სეზონის პირველ ნაწილში გუნდის შეტევითი მოდელი დიდწილად იმაზე იყო აგებული, რომ ბურთი როგორმე საჯარიმოში მიეტანათ ერლინგ ჰალანდამდე და ნორვეგიელს გოლად ექცია. მაშინ გუნდის მთავარი იარაღი სწორედ ამ სქემაზე დაფუძნებული შეტევები იყო. მოგვიანებით გუნდის ფეხბურთი გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. ზამთარში შემადგენლობას ახალი ფეხბურთელები დაემატნენ. შეტევითი ხაზი უფრო მოქნილი გახდა და თამაში ნაკლებად დამოკიდებული აღმოჩნდა ერთ მოთამაშეზე. თუმცა ჰალანდის გოლები მაინც საფუძველი იყო იმისა, რომ სიტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სეზონის ბოლომდე დარჩენილიყო. პეპ გვარდიოლამ სეზონის განმავლობაში ახალი პრესინგის სისტემა შექმნა, რომელიც გუნდის შესაძლებლობებს უკეთ მოერგო. ამ მოდელში შეტევის 4-ეული მეტოქის გადაცემების მიმართულებებს კეტავს და ჰალანდი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. სწორედ აქ ჩანს მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრესი. წლების განმავლობაში ჰალანდს ბევრი მხოლოდ საჯარიმოს კლასიკურ ფორვარდად აღიქვამდა, თუმცა ამ სეზონში მან აშკარად განავითარა თამაში ბურთის გარეშე. ის უფრო ხშირად ერთვება კომბინაციებში, შეუძლია შეტევის ტემპის კონტროლი, თანაგუნდელის საგოლე პოზიციაზე გაყვანა და მოკლე კომბინაციებში მონაწილეობა. ასეთი თვისებები მის კარიერაში ადრეც არსებობდა, მაგრამ ახლა გაცილებით თვალსაჩინო გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სტაბილურობაა. გუნდის ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად ცენტრალური თავდამსხმელი კვლავ რეგულარულად იტანს გოლებს. პრემიერ ლიგაში ჩატარებული 4 სეზონიდან მესამედ ჰალანდმა 27-ზე მეტი გოლი გაიტანა. ამ სეზონში კი ჩემპიონატის ლიდერია, გოლს პლუს საგოლე გადაცემის სისტემაშიც. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა მანჩესტერ სიტის სეზონი ასეთი შედეგიანი ცენტრ ფორვარდის გარეშე. მეოთხე ადგილი ლამინ იამალი. ბარსელონა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია ევროპაში. გუნდის თამაში შეტევაზეა ორიენტირებული და სწორედ ამ სისტემაში ლამინ იამალი მთავარი შემოქმედებითი ძალაა. დიახ, გუნდში არიან ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიც პედრი და რაფინია არიან, მაგრამ იამალი მუდმივად რაღაც არასტანდარტულს თავაზობს მაყურებელს. ის ურტყამს მოულოდნელი პოზიციებიდან, თამამად მიდის დრიბლინგზე რამდენიმე მცველის წინააღმდეგ და ხშირად ინარჩუნებს ბურთს ურთულეს სიტუაციებშიც. მისი მთავარი უპირატესობა მრავალმხრივობა. თუ თავისუფალ სივრცეში გაუშვებს, სისწრაფით გაგექცევა. თუ ბურთს სიღრმეში მიიღებს, შეუძლია ერთი მოძრაობით დააჩქაროს შეტევა, კედელი გაათამაშოს და რამდენიმე მეტოქე უკან მოიტოვოს. თუ თავად ვერ მივა კართან, ისეთ გადაცემას გააკეთებს, რომ თანაგუნდელი საგოლე შანსს მიიღებს. ამ სეზონში იამალი პირველად გახდა ბარსელონას საუკეთესო ასისტენტი და კარიერაში პირველად აღმოჩნდა კლუბის ლიდერი შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით. მისი დრიბლინგი კიდევ უფრო ეფექტური გახდა და 18 წლის ასაკშიც აშკარაა, რომ ყოველ სეზონში უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ხდება. ზაფხულში მიღებული ლეგენდარული მეათე ნომერი სრულად გაამართლა. კლუბმა მასთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა, რომელიც 2031 წლამდეა გათვლილი. სხვადასხვა ცნობით იამალის წლიური ანაზღაურება ბონუსებთან ერთად შესაძლოა 40 მილიონ ევრომდე წავიდეს. მესამე ადგილი ბრუნო ფერნანდესი. ინგლისური ფეხბურთის მთავარი ფიგურა წელს ბრუნო ფერნანდესია. პორტუგალიელმა გამორჩეული სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში სეზონის საგოლე გადაცემების რეკორდი დაამყარა. ფერნანდესის მთავარი იარაღი პასია. მას შეუძლია მოედნის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ისეთი გადაცემა გააკეთოს, რომელიც მყისიერად სახიფათო მომენტად გადაიქცევა. ბრუნო არ არის დრიბლიორი, როგორც მაგალითად ლამინ იამალი. არც განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა. მისი მთავარი ძალა ხედვა, გადაწყვეტილებების მიღება და გადაცემების ხარისხია. სწორედ ამიტომ გამოიყურება ის შემოქმედებით მანქანად. სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგაში მას არამხოლოდ ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა, არამედ ყველაზე მეტი საგოლე მომენტიც შექმნა თანაგუნდელებისთვის. ფინალურ მესამეჯში გაკეთებული გადაცემების რაოდენობითაც ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ამ სეზონში მან პრემიერ ლიგაში შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით კრიშტიანო რონალდუსაც გადაასწრო და მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ყველაზე სწრაფად 200 შედეგიან მოქმედებამდე მისულ ფეხბურთელთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა. ამ სეზონით ბრუნო ფერნანდესმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი პრემიერ ლიგის ყველა დროის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონის ტიტული ჯერაც არ მოუგია. მეორე ადგილი ჰარი კეინი. ჰარი კეინი შეიძლება თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილ ცენტრ ფორვარდად ჩაითვალოს. გასაოცარია, რომ კარიერის მეოთხე 10 წლეულში შესულმა ფეხბურთელმა კიდევ უფრო განავითარა საკუთარი თამაში. ამ სეზონში მან გაიმეორა პირადი რეკორდი ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობით. მოხსნა რობერტ ლევანდოვსკის რამდენიმე შედეგიანი მაჩვენებელი და კვლავ საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. თუმცა მთავარი არა გოლები, არამედ მისი როლის ტრანსფორმაციაა. კეინი უკვე აღარ არის მხოლოდ საჯარიმოს ფორვარდი. ის ხშირად
ჩამოდის ნახევარდაცვაში, ეხმარება ბურთის ამოტანას, ზოგჯერ ფლანგებზეც გადადის და იქიდან დიაგონალურ გადაცემებს აკეთებს. ასეთ დროს მეტოქეების პრესინგი ირღვევა. თუ მცველი ბოლომდე მიჰყვება საკუთარ ხაზს ანგრევს, თუ არა კეინი თავისუფლად იღებს ბურთს და თამაშს აწყობს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის პარალელურად კვლავ რეკორდული რაოდენობით იტანს. მან შეიძლება ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, მაგრამ ინდივიდუალური თვალსაზრისით ისეთი სეზონი ჩაატარა, რომელიც ნამდვილ საფეხბურთო სიდიადეს უახლოვდება. პირველი ადგილი ხვიჩა კვარაცხელია. პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ 7 მატჩში არ გასულა მოედნიდან შედეგიანი მოქმედების გარეშე. ასეთი რამ მანამდე ტურნირის ისტორიაში არავის გაუკეთებია. არც ლეო მესის, არც კრიშტიანო რონალდუს, არც რობერტ ლევანდოვსკის და არც ზემოთ ნახსენებ ჰარი კეინს. კვარაცხელიამ უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენი ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას იგებს. დღეს ხვიჩა პარიზული კლუბის საუკეთესო დრიბლიორია. უფრო მეტიც, ბევრი უკვე გუნდის ლიდერად მიიჩნევს. ის არ არის მხოლოდ სისტემური მოთამაშე, რომელიც საკუთარ მომენტებს ელოდება. კვარაცხელია შეუძლია მატჩის ბედი ინდივიდუალური მოქმედებითაც გადაწყვეტოს. მან ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში PSG-ს კლუბური რეკორდი გააუმჯობესა გოლს პლუს პასის მაჩვენებლით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ ეს სტატისტიკა ევროპის ყველაზე ძლიერ გუნდებთან დააგროვა. გარდა შეტევითი ნიჭისა, კვარაცხელიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს: შრომის მოყვარეობა. ბურთის გარეშე ის ხშირად ნახევარმცველივით მუშაობს, ერთვება პრესინგში, არ ერიდება ორთაბრძოლებს და უკან დახევას. ამავდროულად კი რეგულარულად ქმნის ლამაზ და ეფექტურ ეპიზოდებს შეტევაში. ეს არის იშვიათი კომბინაცია. ტექნიკური ფეხბურთელი, ლიდერი, მატჩის ბედის გადამწყვეტი მოთამაშე და ამავე დროს შავი სამუშაოს შემსრულებელი. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტიც. ზემოთ აღნიშნე, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ს კლუბური რეკორდი გააუმჯობესა შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით. მან გადაასწრო იმ ფეხბურთელს, რომლის რეკორდით სულ 1 წლის წინ დამყარდა, უსმან დემბელეს. დემბელემ კი მოგვიანებით ოქროს ბურთი მოიგო. ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა: კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა, რატომ ვერ უნდა მოიპოვოს ოქროს ბურთი, თუ მსოფლიოს ჩემპიონატმა საკლუბო სეზონის გათვალისწინებითაც განსაკუთრებული მოთამაშე ვერ გამოავლინა. დღევანდელი ფორმისა და გავლენის გათვალისწინებით ასეთი სცენარი უკვე აღარავის ეჩვენება შეუძლებლად.